გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო. დღეს პარასკევია და ტრადიციულად მე გოჩა ჯოჯოა სტუდია 8-დან და ახლოებით ალბათ 40 წუთს შეიძლება ცოტა მეტი წაუძღვები გადაცემას და როგორც ყოველთვის ვეცდები იმას, რომ ჩემი საკუთარი მოსაზრებები მოგახსენოთ იმ მიმდინარე პროცესებზე, რომელიც ხდება და მეორე ნახევარში უკვე თქვათ აი პირველი 20-25 წუთის მერე თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი იმისა, რომ თვითონაც თავისი აზრი გაგვიზიაროს, თვითონაც თავისი ან კითხვა დასვას, ან შეხედულება თქვას იმ საკითხზე, რომელზედაც ვისაუბრეთ, ან ნებისმიერ იმ საკითხზე, რომელიც მას მიაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი ან კონკრეტულ სიტუაციაში მისთვის არის მნიშვნელოვანი თუ საზოგადოებისთვის არა და ამიტომ ასე რომ ეს თავისუფლებაც რასაკვირველია გააქვთ და ბოდიში ვიხდი ხოლმე ხანდახან როცა აზრის დამთავრება მინდა ყოფილა ეგეთი შემთხვევებიც იმ წუთას ვერ ჩავრთეთ ასე ვთქვათ ადამიანი რომელსაც თავისი შემოსვლა უნდა და ასე ვთქვათ ეს ჩემი ლექცია თუ გადაცემა ვიცი როგორც გინდათ ისე დავარქვათ სახელი გამხდარიყო ასე ვთქვათ დიალოგის ფორმა მიიღო ხანდახან არის ხოლმე რომ ვერ ხდება და ამაზე ბოდიში გიხდით ხოლმე რაზე მინდა ეხლა რო გესაუბროთ ხო თუ შევხედავთ მთლიანად ამ გადაცემებსაც რომელსაც ჩვენ მიყვავს გაჩნდა კიდევაც როცა იყო ეს ორმხრივი კონტაქტი კითხვები და მე უყურებ კიდევაც არა მარტო ჩემთან თქვათ ხო არამედ სხვა ადამიანებსაც როცა უსვამენ ამ კითხვას რომ ისინი ამობენ რომ არის რიგი საკითხები სადაც თქვენ ტელევიზიას სხვადასხვანაირი მიდგომა აქვთო ხო საუბარი ეხება თქვათ იგივე ირანში მიმდინარე პროცესებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის კოალიციის მიერ წარმოებულ ომს საქმე ეხება რუსეთისა და თქვათ ევროპის ან რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებზე როცა შეფასებები სხვადასხვა და ასევე თუნდაც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს როცა მიდის ხოლმე და არის რომ ადამიანებს უჩნდებათ სავსებით ლოგიკურად ხო რომ მიეჩვენენ რომ ერთი ტელევიზია რომელსაც თქვათ ის უყურებს ამ ტელევიზიაში კაცად ჩამოყალიბებული ჩარჩოებია ნებისმიერ საკითხზე და ნებისმიერ მოვლენაზე რომელიც ხდება იმ რაკურსით არის დანახებული და იმ კუთხით ხედავენ, იმ კუთხით აფასებენ, რომელი კუთხეც კონკრეტულად ამა თუ იმ ტელევიზიას აქვს აღებული როგორც სარედაქციო პოლიტიკა. და ჩვენ შემთხვევაში ესე არ არის და პირიქით ჩვენ იმასაც ვცდილობთ ხოლმე და თუ გამოგვდის ეს კარგია, თუ ამასაც ხედავთ, რომ ხანდახან ვიკამათოთ კიდევაც, იმიტომ რომ ადამიანები ვართ და ადამიანებს აქვთ განსხვავებული ხედვები ხოლმე თელ რიგ საკითხებზე, რომელიც ჩვენთვის არის და ჩვენი ცხოვრებისთვის არის მნიშვნელოვანი და ეს მიგვაჩნია რომ არის სავსებით ბუნებრივი. ის კი არა პირდაპირ გეტყვით იმასაც რომ ორი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი რომ ადამიანს უნდა კონდეს ჩამოყალიბებული თავისი ფასეულობები, ჩამოყალიბებული თავისი პრინციპები და მთელი მისი ასე ვთქვათ ხიბლი ამ ადამიანისა, მისი დაფასებისთვის, მისი ღირსების შეფასებისთვის არის ის რომ ის არ იცვლის ამ პოზიციას და როცა კი თავის დროზე ვთქვათ პირველი პოზიცია დააფიქსირა, მანამდე სანამ ამის საშუალება აქვს, ხო არ ვეძღვი ხა დაბადებიდან სიკვდილამდე, იმიტომ რომ ადამიანი დაბადებიდან სიკვდილამდე შეიძლება არც კი იცოდე ხო რა პოზიცია აქვს ადამიანს, მაგრამ როცა ეძლევა ამის საშუალება და თქვათ რაღაც გარკვეულ ასაკში შედის და შემდგომ ის რაღაც პოზიციებს აფიქსირებს, ხო შეიძლება ითქვას სიცოცხლის ბოლომდეც, ან მანამდე სანამ ეძლევა იმის საშუალება რომ თავისი აზრი კონდეს და გამოთქვას და სხვას გააკებინოს, ის ამ პოზიციაზე რჩება. და არის ამაში რასაკვირველია ღირსეული ხედვა, ღირსეული პოზიცია, ამ ადამიანის გამართლება რასაკვირველია, არათუ შესაძლებელია შეიძლება თქვა კიდევაც რომ კი ბატონო აი ამ პოზიციაზე ბოლომდე იდგა და დასაფასებელია ხოლმე მისი ასეთი თქვა დამოკიდებულება. თუმცა არანაკლებ და ასევე არგუმენტირებულია, როდესაც ადამიანი იცვლის პოზიციას და ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითი ვიცით მთელი ისტორიის მანძილზე, კიდაც რელიგიური ისტორიის თუ ასე გადავხედავთ
ვთქვათ, ბიბლიის მხრიდან თუ შეხედავთ, როგორ შეიცვალა ვთქვათ, ერთი ადამიანი როგორ შეიცვალა და გახდა სრულიად სხვანაირი და პირიქით მთელი ბიბლიაც ამას ეძღვნება და მთელი ასე ვთქვათ ქრისტიანობაც ეს არის, რომ ადამიანმა საბოლოო ჯამში სწორედ ღვთისგზა უნდა იპოვოს და შეიცვალოს თავისი დამოკიდებულება და აქედან გამომდინარე არის ხოლმე ადამიანი გადახედავს ხოლმე თავის პოზიციებს და იცვლის ამ პოზიციას და ამაში ვთვლით, რომ სწორედაც რომ ადამიანი სიღრმე აქვს თავისი ასე ვთქვათ აზროვნების, გადახარშა, გადახედა რაღაცას და შეძლო ვთქვათ იმაზე უფრო მაღლა დამდგარიყო, ვიდრე ვთქვათ მას რაღაც გარკვეულ პერიოდში შეიძლება ქონოდა ვთქვათ რაღაც გარკვეული პოზიცია. ასევე რომ თითოეულ ადამიანთან როცა ვლაპარაკობთ, აგერ ორი ურთიერთგანსხვავებული რამე ვთქვი და ეს იცვლება ხოლმე, ასევე ხდება, როცა ადამიანების ჯგუფზეა ლაპარაკი, როცა საუბარია ისეთ ხედვაზე, რომელიც ხედვაც მარტო ერთ ადამიანზე არ არის ჩამოყალიბებული. გააჩნია სიტუაციას. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხშირ შემთხვევაში ისიც კი ხდება, რომ ადამიანები იმ საკითხებზე, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნიათ და ამაზე არა მარტო თქვათ ის პროფესიული წრეები საუბრობდნენ, ხო? თქვათ რელიგიური საკითხები, მაგალითად რო ავიღოთ, ან ნებისმიერი სხვა საკითხები, რომელიც შეიძლება ადამიანის მეცნიერების თქვათ რომელიმე დარგში, ხო? და ადამიანები ამ შემთხვევაში ხანდახან ორი განსხვავებულ ასე ვთქვათ პოლუსს ხედავთ ხოლმე. და ამ ორ განსხვავებულ პოლუსზე დაждდება ადამიანი და მოусმენს და არგუმენტებს ისმენს, მიყვება ლოგიკას და ფიქრობს, რომ ეს ადამიანი მართალია. და ჩამოყალიბებულად ფიქრობს, რომ რა კარგად ილაპარაკა, როგორ კარგად ამიხსნა ყველაფერი. თუმცა შეიძლება მეორე დღეს, ან შეიძლება იქვე კამათის დროს თქვა თუ კი ესეთი რამეც ხდება ხოლმე, რასაც აი დებატებს რო ვეძახით, მეორე ადამიანი ჩამოაყალიბებს იმის საპირისპიროს, ყოველ შემთხვევაში მათ ესე მიაჩნიათ. და ადამიანსაც, რომელიც მათ ლოგიკას მისდევს, ხო, ხშირ შემთხვევაში არის, რომ მიყვება ამ ლოგიკას და თუ ერთი ასე ვთქვათ, ერთი სუბიექტის, ერთი ადამიანის მიერ ჩამოყალიბებულ პოზიციას მიყვებოდა, ეთანხმებოდა და ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი რა სწორად და კარგად დაანახა მას, მეორე წუთას შეიძლება ფიქრობდეს, რომ მოიცადე კაცო, იმას რასაც ხედავდი ყველაფერს, ეხლა ეს ადამიანი რასაც ლაპარაკობს, გონი ეს უფრო მართალი. ორივე შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ამას იმიტომ ვამბობ, რომ ორივე შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ ორივე მხარეს აქვს თავისი სიმართლე. და ორივე მხარეს აქვს, გააჩნია ხედვის რაკურს, როგორ ხედავ. გააჩნია შენ იმ სიტუაციაში, როგორ აღიქვავ შენ თვითონ. ის სუბიექტი, რომელიც ამ შემთხვევაში ობიექტი ხარ, როცა ის გესაუბრება, ხო? და ის რას განიცდის და რომ გაიგო და ჩაწვდე, ხო ამას. ამას რატო ვამბობ? სხვათა იგივე შეფასებების დროს აქ ახსენე კიდევაც, რომ აი თქვათ იგივე ირანთან მიმართებაში თქვათ და ამერიკის და ისრაელის პოზიციები ხშირ შემთხვევაში თქვენივე ტელევიზიიდან ჩანს, ერთი ადამიანი ესე საუბრობს, მეორე ადამიანი იმის საპირისპიროდ საუბრობს და რატომ ხდება ეს თქო, ამას მოვაყოლეთ და მოდით აი ამ სიტუაციასაც შევხედოთ. არის სიტუაცია, როდესაც ჩვენი მოქმედება ვერ ცulis ვერაფერს. ანუ ჩვენი მოქმედება და ამ შემთხვევაში ეს მოქმედება შეფასებითი ნაწილიც კი, თქვათ ვერ ახდენს გავლენას იმ მოვლენაზე, რომელ მოვლენასაც ვაფასებთ. თქვათ ავიღოთ ამ შემთხვევაში ირანში მიმდინარე პროცესები. ან გნებავთ იგივე მითი შეიძლება ვისაუბროთ იგივე უკრაინასთან მიმართებაში თქვათ პროცესებზე. ხო, გინდა ერთი ავიღოთ, გინდა მეორე ავიღოთ. ჩვენი შეფასებები ამ შემთხვევაში შეიძლება ძალიან ნაკლებად ახდენდნენ გავლენას იმ პროცესებზე, რომელიც ან გინდ ირანში ხდება, გინდ უკრაინაში ხდება. მაგრამ პირიქით შეიძლება მოხდეს. ჩვენმა შეფასებებმა შეიძლება მოახდინოს პირიქით ჩვენს ქვეყანაზე გავლენა. ხო, როგორ ვაფასებთ იმის მიხედვით. და ამ შეფასებებს რა ფორმით გამოვხატავთ იმის მიხედვით, შეიძლება იგივე ირანის მხრიდან და იგივე ვთქვათ ისრაელის ან ამერიკის მხრიდან მათ უფრო მეტი აქვს საშუალება იმისი, რომ ჩვენს ქვეყანაზე მოახდინონ გავლენა, სწორედ გამომდინარე იქიდან, რას როგორ ვაფასებთ, როგორ ვამბობთ. გააჩნია ოღონდ ამასაც ვინ ამბობს. ხო, ამას ამბობს, როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ ვთქვათ იგივე ირანი, როდესაც ვიძახით. ხო, ამ შემთხვევაში ირანში ის ადამიანების
ადამიანებზე დადის კონკრეტულად. ან როცა ვამბობთ ამერიკის შეერთებული შტატები, ხო, ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე დადის, ხო, იმიტომ რომ ვინ ახორციელებს ამას, ვინ წარმოადგენს იმ შემთხვევაში იმ ქვეყანას, როდესაც ვამბობთ ირანი, ვინ წარმოადგენს, ხო, ხელისუფლება წარმოადგენს, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალები, ან პოლიტიკური სუბიექტები, ან ადამიანთა ჯგუფი, ასევეა ზუსტად ამერიკის შეერთებულ შტატებს როცა ვიძახით, ასევეა როდესაც ისრაელს ვიძახით, ასევეა საქართველოსაც როცა ვიძახით, ხო? იმიტომ რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს წარმოადგენს ის პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც დღეს არის ხელისუფლებაში. ასე რომ საქართველოს პოზიციაზე როცაა საუბარი, ხო, რასაკვირველია, მნიშვნელობა ენიჭება და გამოჩნდა, რომ ამას მნიშვნელობა ენიჭება, რომ გარდა იმისა, თქვათ, რას ამბობს ხელისუფლება, რომელიც ოფიციალური წარმომადგენელია იმ კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტული ქვეყნის, ამის გარდა მნიშვნელობა ენიჭება თვითონ შიგნით მოსახლეობა, ასე ვთქვათ, როგორ ფიქრობს. ან მოსახლეობის რა ნაწილი როგორ ფიქრობს, ამასაც რასაკვირველია გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება, ოღონდ გადამწყვეტი მნიშვნელობა რასაკვირველია მაინც ენიჭება, გინდა თუ არ გინდა, ეს არის ის ობიექტური რეალობა იმ ადამიანებს, რომლებიც ოფიციალურად ფლობენ არჩევნების გზით არის ეს გაკეთებული, ეს არჩევნები რამდენად სწორად ან არასწორად არის ჩატარებული, ამას მნიშვნელობა ნაკლებად ენიჭება ხოლმე, იმიტომ რომ არის ქვეყნები, სადაც არჩევნებს საერთოდ არ ატარებენ და არის ხელისუფლებები, რომლებსაც აქვთ სხვა ფორმა, ხო? ზოგან ეს არის, თქვათ, ქვეყნებში გარკვეული ფორმით თითქოს და არჩევნები ტარდება კიდევაც, ხო? მაგრამ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც ეს მოიფიქრეს, ეს სისტემა და თქვეს, რომ აი არჩევნები ასეთი ფორმით თუა ჩატარებული, მაშინ ამას ჰქვია არჩევნები. დემოკრატია, ანუ არჩევნები არის დემოკრატიული ტიპის, დემოკრატიული სახელმწიფოების სისტემა, მართლობითი სისტემა, ხო? და ამ დემოკრატია ვინც მოიფიქრა, ვინც გააკეთა, ვინც ეს ამუშავა და მერე შემდგომში ზოგი გავლენით, ზოგი საერთო სიტუაციური და ეს გავლენა არ ნიშნავს პირდაპირ ზემოქმედებით, არამედ საერთო ჯამში მოახდინა გავლენა, ხო, იმიტომ რომ ესეთი რამე ხდება ხოლმე. ხშირ შემთხვევაში საზოგადოებაში, რომელიც საზოგადოებაც შეიძლება ითქვას, რომ არა პირდაპირ, მაგრამ მაინც განიცდის გავლენას სხვა ცივილიზაციისა. ხო, ისევე როგორც მაგალითად ქრისტიანობა ცოტა ხანში აგერ რაღა დაგვრჩა ერთი კვირის თავზე ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ უკვე გვექნება აღდგომა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ მთელს კაცობრიობაზე მოახდინა გავლენა. ეს არა მარტო იმ ადამიანებზე მოახდინა გავლენა, ვისაც სწამს ქრისტესი, არამედ მოახდინა გავლენა იმათზეც, ვისაც საერთოდ სრულიად სხვა რამე სწამს, ან საერთოდ არაფერი არ სწამს მსგავსი და ვთქვათ ათეისტები არიან. ყველაზე მოახდინა გავლენა და ახდენს დაწყებული ვთქვათ იმ პირველი დღეებიდან, მე უკვე რაც უფრო ასე ვთქვათ პერიოდი გავიდა და რაც უფრო მომძლავრდა ქრისტიანობა, რაც უფრო ბევრ ადამიანებზე და ბევრ ასე ვთქვათ გეოგრაფიულ არეალში, დიდ გეოგრაფიულ არეალში გავრცელდა, ამის შესაბამისად გავლენა რასაკვირველია მთლიანობაში მოხდა. ხო, მარტივადაც რო ვთქვათ, ეხლა ჩვენ რასაც ვამბობთ, რომ აი ახალ წელს რო ვზეიმობთ, ხო? ეს ახალი წელი, რომელსაც ჩინელიც, მუსლიმიც, ხო, ისინიც ზეიმობენ, იმიტომ რომ გავლენას ახდენს, თუმცა მათ თავიანთი, ასე ვთქვათ, წელთაღრიცხვა აქვს და ის განსხვავდება, ვთქვათ, ჩვენი წელთაღრიცხვისაგან. სრულიად სხვა წელთაღრიცხვაში არიან. სრულიად სხვა, ასე ვთქვათ, დროის ათვლის სრულიად სხვანაირი სისტემა აქვთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ამან გავლენა მოახდინა იმის გამო, რომ ეს საჭიროება მოიტანა, ხო? იმიტომ რომ თქვათ, აქედან თუ კი შენ იაპონიაში მიდიხარ, ან რა ვიცი, იმაში რა ქვია, ჩინეთში მიდიხარ, ან იმ ქვეყნებში, სადაც თქვათ, ისლამურ ქვეყნებში მიდიხარ, შენ გინდა თუ არ გინდა რაღაცა საერთო ათვლის წერტილი უნდა გქონდეს, საათი უნდა გქონდეს, რომლითაც დაახლოებით იგებ და შეფარდებით აკეთებ, ხო? და თბილისიდან რო აფრინდები, სადღაც თქვათ ლონდონში თუ ჩადიხარ, ან პეკინში თუ ჩადიხარ, ან არ ვიცი, სადაც გინდა გაგიხარდება სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, შენ იმ სასაათო სისტემასთან აფარდებ ამას, მაგრამ დღე, რომელი დღეა, რომელი თვეა, დაახლოებით საერთო გვაქვს, იმიტომ რომ დაჭირდა ადამიანს ეს და გავლენა, ასე ვთქვათ, ამან მოახდინა, ხო? აქედან გამომდინარე, რასაკვირველია დემოკრატიამაც გავლენა მოახდინა. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ
უდიდესი ნაწილი ქვეყნებისა ამბობს იმას, რომ ჩვენ სწორედ აი ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად დეკლარაციის დონეზე ამბობენ, რომ ჩვენც დემოკრატიული ქვეყნები ვართ და ჩვენც, ასე ვთქვათ, ვატარებთ არჩევნებს და ამ არჩევნების გზით დაახლოებით იმ სისტემით, რომელიც სისტემამაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მთელ მსოფლიოზე მოახდინა გავლენა იმ თვალსაზრისით, რომ დაანახა, რომ ეს საუკეთესო სისტემაა, სადაც ადამიანი როგორც არსება ღირსეული, ასე ვთქვათ, არსება, რომელსაც უფლება აქვს იმისი, რომ იცხოვროს, უფლება აქვს იმისი, რომ განვითარდეს, უფლება აქვს იმისი, რომ კომფორტში იყოს, უფლება აქვს იმისი, რომ განათლება მიიღოს, უფლება აქვს იმისი, რომ ჯანმრთელობა, ასე ვთქვათ, დაცული კონდეს, სიცოცხლის უფლება კონდეს. ეს ყველაფერი, ხო, როდესაც ეს გავრცელდა, ხო, ადამიანების დიდმა ნაწილმა რასაკვირველია, რომც არ მონდომებოდა მათ ხელისუფლებას, ხო, წინააღმდეგობაში მოდიოდა თავის საკუთარ ხალხთან, იმიტომ რომ დეკლარაციულ დონეზე მაინც ხომ უნდა ეთქვა მათ, რომ კი ბატონო, ჩვენც ასევე ვცდილობთ, რომ ჩემს ქვეყანაში უფასო თუ არა, ყოველ შემთხვევაში მივეხმარო და ვთქვათ, ჯანდაცვა დავაფინანსო. სუნთლად უფასო სწავლა თუ არა, მივეხმარო იმათ, რომ ვინც კარგი არის, რა ვქია, ნიჭიერი ბავშვია, მათ მაინც შეუქმნა ის გარემო, რომ თუ ყველას არა, ამ ახალგაზრდებს, ვისაც სწავლა ძალიან უნდა, მათ უფასო გაუხადო, ის კი არა სტიპენდიაც მივცე. ხო, ანუ საერთო ჯამში ვიღაცის განვითარება და ვიღაცის კარგი ცხოვრება და კომფორტი, ხო, გავლენას ახდენს დანარჩენზე, იმიტომ რომ ადამიანები თან მით უმეტეს, როცა ტექნოლოგიები ასეა განვითარებული, როგორც დღევანდელ სიტუაციაში ვართ, ადამიანები ცდილობენ იმას, რომ თუ კი ვიღაც ჩემი მეზობელი კარგად ცხოვრობს, მაშინ რატომ არ უნდა ცხოვრობდე კარგად მე? ეს პირდაპირი გაგებით მეზობელიც იგულისხმება და სახელმწიფო დონეზე გაგებითაც მეზობელი იგულისხმება, ხო? როდესაც ჩემს გვერდით ვიღაცას სახელმწიფოში თან მით უმეტეს დღეს, როცა ძალიან ადვილი გახდა, ხო, რამოდენიმე საათის განმავლობაში შეგიძლია მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მიხვიდე, ჩაფრინდე თვითფრინავით და ასე ვთქვათ, ეზიარო იმ ქვეყანაში რა მდგომარეობაა ამას, საკუთარი თვალით ნახო და არც გჭირდება, ხო, წასულა საუკეთესო შემთხვევაში მშვენიერიც არის, ჩადიხარ ნახულობ, ეცნობი იმ სამყაროს, იმ ქვეყნის, ხო, ღირსშესანიშნაობებს, მათი ცხოვრების წესს, მდგომარეობას, როგორია მათ ისტორიას, კულტურას, ყველაფერს ამას ხელშესახებად ხედავ, მაგრამ დღეს გაქვს ამის საშუალება, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, გადაადგილების გარეშე შეგიძლია სრული ინფორმაცია გქონდეს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში რა მდგომარეობა და როცა ვიღაცები კარგად ცხოვრობენ, ადამიანს ბუნებრივად უჩნდება ეს მომენტი და უჩნდება, როგორც ვთქვათ, იგივე ოჯახის წევრს, რომელმაც შეიძლება გითხრას, რომ კი, მაგრამ აგერ ამათ თუ შეუძლიათ, ხო, თითქოს ისინიც დიდად არ განსხვავდებიან ჩვენგან და მათ აქვთ იმის საშუალება, რომ კარგად ცხოვრობდნენ, ნორმალური ტანსაცმელი ქონდეთ, ნორმალური გადაადგილების საშუალებები ქონდეს იმის საშუალება, რომ წელიწადში ერთხელ წავიდეს და დაისვენოს, წელიწადში ერთხელ შეუძლია წავიდეს და სხვა ქვეყანა ნახოს. რატომ არ შემიძლია მე, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ, რა ვერ გავაკეთეთ ისე, ხო? ეს ჩვეულებრივი ადამიანური, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება. ზუსტად ასევე არის, როდესაც ლაპარაკია სახელმწიფოზე. როდესაც ჩვენ ხედავ, რომ სხვა ქვეყანაში ადამიანებმა შეძლეს ეს, ხო, შეძლეს და მათ აქვთ შედარებით ნორმალური ცხოვრება. როდესაც ადამიანებს შეუძლიათ, რომ მათი, ასე ვთქვათ, ნორმალური სიბერე ქონდეთ, როცა ადამიანებს შეუძლიათ თავიანთ შვილებს უყიდონ სათამაშო, უყიდონ, ვთქვათ, არ ვიცი, კარგი ტანსაცმელი, დაასვენონ კარგად, კვება ქონდეთ ნორმალური. რატო ჩვენ ვერ შევძელით ეს? რატომ ვერ გავაკეთეთ და რატო ვერ მოვახერხეთ? მაშინ, როდესაც თან თელს მსოფლიოში, თითქმის იმ განვითარებულ მსოფლიოში, რომელსაც უყურებთ, ხედავთ იმას, რომ ადამიანები მარტო ღვთისნებიდან ვიღაცა კარგ ადამიანს კი არ ელოდებიან, არამედ თვითონ ირჩევენ ასეთი ტიპის ადამიანებს. ირჩევენ იმ მმართველებს, იმ მენეჯერებს, რომლებსაც შეუძლიათ ის, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, ამისი კარგად მოწყობა. ჩვენ რატო ვერ ვახერხებთ ამას? და ამაზე მიდის კამათი. ამაზე მიდის ის დაპირისპირებები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ხო? როგორ ხდება, რომ ვიღაცებს, რატომღაც ესე აღმოჩნდა, რომ მეტი ნიჭიერება ყოფნით, მეტი გამოცდილება ყოფნით, მეტად უფრო კარგად აკვირდებიან, ხო, როცა საარჩევნო კამპანიაა, რომ აი როგორ აირჩიონ, ხო, როგორ ახერხებენ ეს ადამიანები ამას და მე უფრო უკეთესად ცხოვრობენ. ზარია ეთერში და აბა უპასუხობთ და დიახ, გისმენთ.
let's go for it. Yeah. I think you should be. კი ბატონო, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. გაიხარე, გაიხარე. მე საერთოდ გიგახსნილი. საიდან? საერთოდ. გაიხარე, შენ ჭირე, გაიხარეთ. ერთი რაღაც მაინტერესებს. აი, ხოლმე რაღაც ხარეს, რა. ოღონდ ეს ბატონი Don't go baby. Ona shows also. What also shows baby. Ona you just wait so. This is so such a clear baby. Ona just remember I can tell us really very. Ona I will show this side. The inside all the Conditions for the solar person. I didn't this is what. გაიხარე გენოცოლე მესმის. აი თქვენც ახლა ამ წუთას რაც გულის ტკივილი გაქვთ და ფიქრობთ რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ხო, იმიტომ რომ რეალურად ქართული ეკლესია მთელი ამ ჩვენი ისტორიის მანძილზე თუ კი შევხედავთ, ხო მისი როლი არის ალბათ ერთ-ერთი შეიძლება ითქვას გადამწყვეტიც კი ბევრ რამეში. ასეთ შემთხვევაში კი მე-20 საუკუნეა თითქოს განვითარდა ტექნოლოგია, განვითარდა ყველაფერი, ისე რომ ღმერთის ასე ვთქვათ ადგილი და როლი ესე პირდაპირ თითქოს არ ჩანს, ხო? ადამიანი ყველაფერს რაც მას სურს ხო ასე თუ ისე ახერხებს და ასე ვთქვათ თავისი ფიზიკური შესაძლებლობებით იმისი რითაც ეხება ამ ყველაფერს თვითონ წვეთს ამ ყველაფერს ჯანდაცვაც კი თქვათ ხო ის რომ ოპერაციაზე მიდის და კი შინაგანად ყველა ამბობს რომ ღმერთო მიშველე ღმერთო დამეხმარე თუმცა რეალურად ხედავს რომ მისი დამხმარე და მისი ბედი ამ შემთხვევაში იმ ექიმის ხელშია რომელიც იმ წუთას სკალპელი უჭირავს ხელში და ვთქვათ ქირურგიულ ოპერაციას აკეთებს. ან იმის ხელშია, ვინც წამალს, ასე ვთქვათ, გაძლევს. ან იმის ხელშია, როცა გადაადგილდები, იქნება ეს იმისი რა ქვია, მანქანით და ქვია, ტაქსის მძღოლი, ავტობუსის მძღოლი თუ თვითმფრინავის, ასე ვთქვათ, მფრინავი და კონკრეტულად რაღაცა ვიღაცის ხელში ეს ყველაფერი და ასეთ დროს თითქოს სადღაც უკანა პლანზე გადაიწია ეკლესიამ და დიდი ნაწილი ადამიანებისა ბოლომდე აღარც კი ფიქრობს, რომ ჩაწვდეს რა არის, ასე ვთქვათ, ეკლესია რა არის ქრისტიანობა. თუმცა არის სიტუაცია, როდესაც აი თუნდაც აი ახლახანს იყო ხო, როდესაც პატრიარქი მივაბარეთ უკანასკნელ გზაზე წავიდა, მიწას მივაბარეთ და ადამიანების უდიდესმა ნაწილმა მიუხედავად იმისა, ვის როგორი ასე ვთქვათ რწმენა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, ვის როგორი დამოკიდებულება ჰქონდა, ჩათვალა თავის მოვალეობად, რომ უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა ადამიანი, რომელმაც შეძლო და საბჭოთა პერიოდიდან დღემდე ქართული ეკლესია როგორც ერთ-ერთი ინსტიტუტი და იქ გამომდინარე კიდევ ვთქვით ისტორიულიდან რომ ქართულ ეკლესიას რასაკვირველია ეკუთვნის ქართველი თვითონ ხო როგორც ეთნოსი როგორც პიროვნება ქართველი ქრისტიანობამ ჩამოაყალიბა რეალურად ესე ინება სიტუაციამ რომ ჩვენ მე-4 საუკუნიდან ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ უძველესი დროიდან აი მე-4 საუკუნეში ხდება ოფიციალური რელიგიის სახეს ღებულობს ჯერ პირველად კონსტანტინოპოლიდან ჩვენზე ცოტა ადრე ვთქვათ იგივე სომხეთი ღებულობს მერე ჩვენც ღებულობთ ქრისტიანობას 300 400 500 წლის მერე ღებულობენ ქვეყნები დღევანდელი ასე ვთქვათ საქრისტიანო გინდათ ჩრდილოეთის მიმართულებით გინდათ დასავლეთის მიმართულებით ხო ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით ვინც ვეზიარეთ ქრისტეს და ამას ვამბობ სწორედ რომ აი როდესაც ვიძახით რომ მოხდა ცივილიზაციურად შეცვლა ადამიანის, ხო? ყველაზე მარტივი ფორმა რა შეიძლება დავარქვათ, ამას ყველაზე ადვილად რომ დავინახოთ. აი არისტოტელე და პლატონის მერე ვთქვათ, ხო? პირიქით პლატონის არისტოტელეს მერე.
იგივე ვთქვათ, რავიც კიდე უფრო იმაში როცა წავიდეთ სიღრმეებში, როცა ადამიანი პირველად ცივილიზებული ხდება, პირველად დამწერლობას როცა სწავლობს, როცა ადამიანი აფიქსირებს და მას უჩნდება მოთხოვნა იმისი, რომ ზეპირსიტყვიერებით დამახინჯებული კი არ გადავიდეს რაღაცა, ვთქვათ, ისტორიული მოვლენა, არამედ კონკრეტიზაცია მოახდინოს რაღაცის, რაღაცა ფაქტის, ხო? იწყებს ამის წერას, ფიქსირებას, როდესაც ქმნის უკვე შრომის და იგივე ბრძოლის იარაღს, ხო? აი, იქედან მოყოლებული ადამიანი აზროვნებს და ბევრად არაფრით არ შეცვლილა. აი, თუ კი შევხედავთ, ხო, ძველი ეგვიპტის აზროვნება როგორი იყო, განსაკუთრებით თუ შევხედავთ ძველ ბერძნულ აზროვნებას, მერე შემდგომ რომაულ აზროვნებას, სოციალურ წყობას ადამიანებს შორის, ხო, ბევრი არაფერი არ შეცვლილა თითქოს, ხო, ადამიანი ერთი ეგ არის, რომ ტექნოლოგიურად განვითარდა, მაგრამ სინამდვილეში რა არის ყველაზე მთავარი? რა მოიტანა ქრისტიანობამ, რა შეცვალა? იგივე პლატონისთვის, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ კიდე გეუბნები, ჩვენი აზროვნების უდიდესი ნაწილი არა მარტო იქ, სადაც შეიძლება ბერძნული კულტურა, თქვა, ახლო იყო გეოგრაფიულად და შეეხო. თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან შორს ინდოეთშიც და ჩინეთშიც კი მოახდინა გავლენა და ჩამოაყალიბა სააზროვნო მენტალობა, ის რასაც დღეს ადამიანი მიზეს შედეგობრივ განვითარებას ვეძახით, ის რასაც ადამიანი როგორც მეორე ადამიანს აფასებს და ასე შემდეგ. მაგრამ იყო ერთი მთავარი საკითხი, რომელიც მანამდე ადამიანს ყოფდა ესე, რომ არსებობდა ადამიანი და არსებობდა ადამიანის მსგავსი მონა, ანუ ადამიანები პლატონისთვის მონა იყო. კი, მისი კაცრი შეიძლება არ იყო, მათრახს არ ურტყავდა, არ აზიანებდა, მაგრამ თვლიდობის ადამიანი არ იყო. აი ეს შეიცვალა, გესმით? ქრისტიანობამ ეს და კაი ხანი მოუნდა ამას, ხალხო. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მონობის გაუქმებას დასჭირდა ძალიან, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიურად ადამიანმა გაიგო, რომ მონაც ადამიანია, მაინც თვლიდა, რომ მას უფლება ჰქონდა, რომ მეორე ადამიანზე ებატონა. მას უფლება ჰქონდა მეორე ადამიანი დაემონებინა, მეორე ადამიანის ნებელობაზე მოეხდინა ზემოქმედება, ისე როგორც მას აწყობდა. ის მომენტი, რომ ჩემი თავისუფლება თავდება იქ, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება, რაზეც დგას სინამდვილეში ქრისტიანობა და რაზეც ყველაზე მთავარი სწორედ ეს იყო, რომ შენი სიმდიდრე, შენი ძლიერი რო ხარ, გავლენა რო დიდი გაქვს, არაფერი არ არის იმასთან, როდესაც წავდგებით ღმერთთან. და ის სწორედ ამ სამყაროზე ლაპარაკობთ. ეს იყო ქრისტიანობამ რაც შემოიტანა. და ქართულ აზროვნებაშიც ეს ქრისტიანობა ჩვენთან შემოვიდა, როდესაც ვამბობთ, რომ სიბნელიდან კაცობრიობა გადავიდა სინათლეში, სრულიად ახალ სამყაროში შევიდა. ახალი სამყარო, რომელიც სწორედ ქრისტემ მოიტანა, რასაც ელოდებოდნენ. და ესაც არ ხდება, ხო, შემთხვევით, მესიას ელოდებიან. ხო, ძველი რატომ დგას ძველ აღთქმაზე და რატომ არის ძველი აღთქმა შესამზადებელი იყო, ისევე როგორც იოანე ნათლისმცემელი უმზადებს გზას და ბილიკებს, იმიტომ რომ მას მერე უნდა მოვიდეს ის, ვინც გადაარჩენს კაცობრიობას, ის, ვინც გადაიყვანს ადამიანებს იმ მარადიულ სიცოცხლეში გადაიყვანს. იმიტომ ადამიანი მუდმივად ფიქრობდა, ხო, როგორც კი ადამიანმა, აი ჩვენ ძველ ბერძნულ იმაზე ვლაპარაკობდით, აზროვნებაზე, საუბრობდით ეგვიპტის, როცა ცივილიზაცია შეიქმნა და ადამიანები მაღალ საფეხურზე ავიდნენ, სოციალური სტრუქტურები შექმნეს, ხო, სულ ფიქრობდნენ, რომ ადამიანი ერთგზას უნდა მოკვდეს. ამიტომ იყო, რომ იყვნენ უკვდავები, ხო, ღმერთები, რომლებიც უკვდავები იყვნენ და იყვნენ მოკვდავები ადამიანები, მათი ურთიერთობა, ხო, ასე ვთქვათ, მთელი მითოლოგია, თუ კი ჩავხედავთ ამას, ხო, სწორედ ამაზეა. ხო, იმ დიდი ნაწილი მითებისა, როგორც ზღაპრებს ისე აღვიქვათ, მაგრამ ეს ადამიანთა აზროვნების პროდუქტია, ხო? და უცბად ადამიანი უკვდავებას უნდა ეზიაროს. ეს იყო დიდი გარდატეხა ყველაფრის, აზროვნების გარდატეხა იყო. ნათელში შესვლა იყო, ბნელიდან გამოსვლა იყო და ნათელში შესვლა იყო, ხო? ასე უნდა დავინახოთ. და ეს ვინ შეძლო და ვინ გააკეთა? ხო, რასაკვირველია ჩვენმა ქრისტიანულმა ეკლესიამ, რომელმაც დაიცვა ეს ყველაფერი. და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ დღესაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული სულიერი ცხოვრება, იმიტომ რომ
ქართული სულიერი ცხოვრება გარეშე ეკლესიისა, გარეშე ღმერთისა, გარეშე ქრისტიანობისა, რასაკვირველია უკვე ნაკლულია, ინვალიდია, მას დიდი რაღაცა აკლია. და აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია და მესმის იმ ბატონის ასე ვთქვათ დამოკიდებულება, რომელმაც ეს თქვა. თუმცა მე ესე ვფიქრობ, რომ მას მერე რაც მოახერხეთ და მეც როგორც პოლიტიკოსი, რომელიც მონაწილე ვიყავი იმ პროცესებისა. შეიძლება პირდაპირ ჩართული არ ვიყავი იმ დროს, მაგრამ მინდოდა თუ არ მინდოდა გამომდინარე იქიდან, რომ მე მომიწია პარლამენტის წევრობა იმ პერიოდისათვის, ხო? და მზადდებოდა ეს სიტუაცია. საკონსტიტუციო შეთანხმება მოხდა. მოხდა შეთანხმება, რომელსაც ნაკლებად ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. ეს ერთ-ერთი დიდი მონაპოვარია ის, რაც ასე ვთქვათ, ქართულმა სახელმწიფომ, ქართულმა საზოგადოებამ მოახერხა ქართულ ეკლესიასთან ერთად. და ეს არის კონკორდატი, ანუ სახელმწიფო საერო ცხოვრება არ ერევა პირდაპირ მნიშვნელობით ეკლესიის ცხოვრებაში, ისევე როგორც ეკლესია არ ერევა პირდაპირ მნიშვნელობით და პირდაპირ ასე ვთქვათ მექანიზმებით, ინსტრუმენტებით სახელმწიფო ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეიძლება გქონდეს ჩვენი დამოკიდებულება, რომელიც შეიძლება გამოვხატოთ, რომელიც შეიძლება ვისაუბროთ, რომელიც შეიძლება ერთმანეთს ასე ვთქვათ რაღაცაში გავუზიაროთ. ამითი რასაკვირველია, გვინდა თუ არ გვინდა, რაც არ უნდა მორიდებით ამაზე ვლაპარაკობდეთ, ან რაც არ უნდა იმითი რა ქვია იმპერატიულად ვსაუბრობდეთ ამაზე. იმიტომ ეს ადამიანებზეა დამოკიდებული. ზოგი თავისუფლებას აძლევს და ისე საუბრობს. ეკლესიამ ეს უნდა გააკეთოს, ან ეს უნდა გააკეთოს, რომ იმპერატიულად მიაჩნია. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე მე არ გავშევდი არავის განსჯას ამ შემთხვევაში. არა იმიტომ რომ განსჯა ხდება სულ კაცო. თავიდან ბოლომდე განსჯა ადამიანის ცხოვრება. ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა ადამიანის თავისი ხვალინდელი საქციელი, დღევანდელი საქციელი ეს უ განსჯა. ხო, გვინდა თუ არ გვინდა, ეხლაც რასაც ჩვენ საუბრობთ და რასაც ვლაპარაკობ, ესეც რასაკვირველია განსჯა. ხო, როცა ვამბობ, რაც უფრო ნაკლებად განსჯი ფორმებს გააჩნია. იმიტომ ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის ხოლმე, ამიტომ არის ხანდახან გამოვა ვიღაცა სულიერებაზე ლაპარაკობს, რაღაცა მოვლენას აღწერს, მეორე ადამიანი განსხვავებულად ლაპარაკობს ამაზე და მე ასე ვთქვათ ამათ შორის ის არის ხოლმე კამათი არის და ისკენ ადამიანებიც ერთვებიან, მე ზოგი იმის მომხრეა, ზოგი ამის მომხრეა. ამის გამო იყო სწორედაც, რომ საინტერესო არის სხვათა შორის ეს რატომ არის. იქ სადაც ერთი მოციქული გაევლიდა, მეორეს იქ აღარ უნდა ეკადაგა. იმიტომ რომ გაჩნდებოდა რა კითხვა, ის რასაც ლაპარაკობდა, სიტყვაზე ავიღოთ, ხო, რასაც საუბრობდა იოანე, ან მათე, ან ნებისმიერი მოციქული პეტრე, ხო, მათ განსხვავებულად შეიძლება რაღაცა გადმოეცათ. მათ განსხვავებულად, იმიტომ ადამიანები ვარ და ჩვენი ხედვით ვხედავთ რაღაცა მოვლენას. ნებისმიერ მოვლენას, როცა გადმოვცემთ, ადამიანი, მეორე ადამიანმა შეიძლება იგივე გადმოსცეს, იგივე გაიმეოროს, ან ყოველ შემთხვევაში ცადოს იგივეს თქმა, მაგრამ რაღაცა გარკვეულ ნაწილში მაინც ექნება რაღაც განსხვავებები. და როდესაც ამას ძალიან დაკვირვებით უყურებს ადამიანი, შეიძლება როცა გინდა რომ დაინახო, რომ ორივემ დაახლოებით ერთი და იგივე ილაპარაკა, შენ შეიძლება ასეთი დაპირისპირებით არ შეხედო ამ ასე ვთქვათ მათ საუბარს. და დაინახო, რომ ისინი დაახლოებით ერთ და იგივეს ლაპარაკობენ, შეიძლება რაღაცა დეტალები იყოს, რომელიც დეტალებსაც ან მიაქცევ ყურადღებას და იმიტომ მიაქცევ ყურადღებას, რომ მე ამაში იპოვო მარცვალი იმისი, რომ ეს სრულიად ორი განსხვავებული ასე ვთქვათ ხედვა, ან იპოვია მარცვალს, მაგრამ იქვე დაინახავ, რომ ეს დიდი სხვაობა არ გაძლევს ისეთი განხეთქილების, ასე ვთქვათ, რაღაცა საფუძველს. გააჩნია ამას როგორ შეხედავ. აქედან გამომდინარეა სწორედაც, რომ ჩვენ შეიძლება ამ თემებზე ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს სინოდის გადასაწყვეტია. ეს იმ ადამიანების გადასაწყვეტია და ჩვენ თუ არ გვჯერა იმ ადამიანების, ეს ჩვენი ბრალიც არის რაღაცა. იმიტომ რომ მათიც ალბათ შეიძლება რასაკვირველია, იმიტომ რომ ყველაფერს თავის საფუძველი აქვს, რაღაცაში შეიძლება ისე ვერ ხედავდეთ. ხო, იმიტომ რომ რაღაცას მეც ველოდებოდით და ის ვერ დავინახეთ, რაც უნდა დაგვენახა. ან ფორმა სხვა არის, ან შეიძლება შინაარშიც კი შევიდეთ, რომ რაღაცა არასწორია, მაგრამ სინამდვილეში მე ვფიქრობ, რომ და თან არის ამაზე სხვადასხვა მოსაზრებებია და ერთს გეტყვით. ადამიანი სანამ მივა იმ ტახტზე და დაჯდება, მანამდე შეიძლება სრულიად სხვაგვარად ხედავდეს ბევრ რამეს. ან შეიძლება არ ხედავდეს, მაგრამ ასე განახებდეს, იმიტომ რომ იმ მისასვლელ გზამდე მას ბევრი რამე აქვს გასავლელი. ეს ნებისმიერს ეხება, ვინც იქ დაჯდება. ნებისმიერს ვიზეც არ უნდა იყოს საუბარი, ზოგს ერთი მოსწონს, ზოგს მეორე მოწონს, ზოგი პირიქით არის საერთოდ მესამე მოწონს, არ ვიცი. სანამ იქ ადამიანი მივა, კიდე გეუბნებით, ის შეიძლება სრულიად
სხვაგვარად იქცეოდეს და მე სრულიად სხვაგვარად მოიქცეს. ამიტომ არ ვიცით. არ ვიცით, ამიტომ ეს მათი გადასაწყვეტია და მე ნაკლებად ვფიქრობ, რომ ამაში თქვათ ჩვენ უნდა ჩავერიოთ ის ადამიანები, რომლებსაც ჯერ ერთი არც გვეკითხეს, ხო არჩევნები არ არის. სადაც არჩევნებია და ხმა უნდა მივცეთ. იქ შეცდომები მოგდის და იქ არათუ შეცდომები მოგდის, ხანდახან თავზე გადაგვახევენ ხოლმე ამ არჩევნებსაც და ისე არ იქცევიან და იქ ვერ ვიღებთ ხმას და იქ ვერ ვერევით. და სადაც არ გვეკითხებიან. ხო, იმიტომ იქ ჩვენი აზრი შეიძლება გამოვთქვათ, მაგრამ ჩვენი ზეგავლენას ვერაფერს ვერ ვახდენთ. ჩვენი არ აქვს ხმა. ეს არ არის რომ ის არის, რა ქვია, საყოველთაო არჩევნებზე ქართველი ერი უნდა გამოვიდეს და უნდა მისცეს ხმა, ვინ იქნება, თქვათ, იქ იმ სტრუქტურაში, ვინ რას წარმოადგენს, როგორ უნდა გადანაწილდეს და ვინ იქნება, ასე ვთქვათ, პატრიარქი. ეს არ არის ჩვენი და თქვენ წარმოვიდგინეთ, არათუ ჩვენი. იმ ეკლესიაშიც კი გამოყოფილია და კონკრეტიზირებულია იმის ადამიანები, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ამიტომ ეს მათ კისერზეა. ეს მათი გადასაწყვეტია. მათ უნდა მიიღონ ეს გადაწყვეტილება და ჩვენ რასაკვირველია მე არ ვარ არც იმის წინააღმდეგი რომ ჩვენ არც არ გამოვთქვავდით. მაგრამ ჩვენ თავარი ალბათ აზრი სწორედ იმაშია რომ ჩვენ ვეცადოთ რომ ეკლესია მის სახე მიიღოს რაც გვჭირდება რომ კონდეს. და არა მარტო ეკლესია მიიღოს, ჩვენ ხშირ შემთხვევაში მარტო ეკლესიის მისამართით არის ხოლმე რომ აი ისე ვერ იქცევიან, ისე ვერ აკეთებენ. და დანარჩენ სისტემებში როგორ აქვს საქმე? მართლობითი სისტემა კი გამართული გვაქვს. იმ მართლობით სისტემაში კიდე გვაქვს, ხო? ერთია პარლამენტი და მთავრობა, მეორეა ადგილობრივი მართლობა. იქ აწყობილი გვაქვს რამე და კარგად მიდის ყველაფერი, იქ შევძელით რომ იქ სადაც პირდაპირ გვევალებათან. პირდაპირ არჩევნების გზითაც გვევალება და არჩევნების მერეც გვევალება და შეგვიძლია. აი იქ სადაც შეიძლება უბრალოდ აზრი გამოვთქვათ, იქ ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მეტად ჩავერთოთ და იქ სადაც უნდა ვაკეთებდეთ და სადაც პირდაპირ მოვალეობაა ჩვენი, იქ გვიჭირს რაღაცეები. მე ამას იმიტომ ვამბობ კიდე გეუბნებით, რომ რაღაცა მასშტაბები მინდა რომ დავინახო. მაპატიეთ რა ჩამოვაყალიბებ აზრს და მას ვიზავ რა ქვია თუ შეიძლება რა ზარი შემოდის. ან და კარგით აბა მოდით იმას ავქნათ რა ქვია გავუშვათ და მე გავაგრძელებ ჩემ აზრს. გისმენთ? ალო. დიახ. გამარჯობა, ბატონო. გამარჯობათ. წმინდანები სიზღვა რას ნიშნავს? რომ წმინდა უნდა იყოს ეკლესიაში, წმინდანი უნდა იყოს. არავის არ უნდა იყოს დამოკიდებული. არავის დაგმო მუსიკაზე არ უნდა შეგვაგდეს ეკლესიის წინამძღვარ. ხალხი, ლოცველი ხალხი იმათი არ უნდა იზიარებდეს. და წმინდანი უნდა იყოს. ერთი მეორე კიდო ჩვენი უბედურობა ისა ვაი ხალხი ერევა სიგის ვიტო წმინდანია წმინდანი იქნება ჯოჯოხეთია მაგენი პირდაპირ ხრიტავდენი ისე ვიტყვი რომ ჯოჯოხეთი არიან ესენი რაც გვიშებიან ჯერეთი რას ამ პენსიონერებს ხო თავზე გადაგვამოქცენ ყველანაირად რაფი დაგვაცხენ კიდო ენერგიის მომატება გვინდა და მანდა მაინც მათხოვარი უნდა ვიყო ჩემი შემოსავალი არის პენსია მე არაფერი ოდა ასეთი ხალხი რომ შეერავდა ლაილაი უხლა ლოზუნგერს ისინი არიან ელის მოღალატე ლოზუნგერ ამაები თავმა არყოლია ჩვენ ამაები ფრაგილები არყოლია ჩვენ არყოლია ჩვენ იმ კომუნისტურ რეჟიმს ისინი მე ინდონიდან მა იქათარი ყო ასეთი ახლა როა უბედურება და დამიტკიცო თუ არა მე ყველა სფეროში მოვუყვან მაგალითად ხოთი ორი მანეთი და ახლა გაგი აღდგომა ფასების ან საფიქრებია რა სუტილი კიდევ რამდენად მოდიში რომ მართალი ემოცია გაიხარეთ მესმის ძნელია რომ ამაზე ემოციის გარეშე ილაპარაკოთ, იმიტომ რომ ტკივილია. ეს არ არის ემოცია რა მოიტანა, ხო იმ ტკივილმა მოიტანა, რომელიც ტკივილიც რეალურად გაწუხებდა. არა მარტო თქვენი ყველას ესმის, არავინ არ დაგძრახავთ, ხო, იმიტომ რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი, თქვენ პენსიონერები ბრძანდებით და დიდი ნაწილი ჩვენი ტელემაყურებლებისა სწორედ რომ პენსიონერები არიან და
ის რომ მატულობს ფასები და ამაზე ბევრს ვლაპარაკობთ ხო ჩვენგან აქ კიდევ გეუბნებით გააჩნია მასშტაბებს როცა რაღაცას ასე ვთქვათ ზომავთ და ერთმანეთს ვადარებთ ხო მე აგერ იმაზე საუბრობდით რითაც დავიწყე შეეხება მე მასე თქვენ რაც თქვით წმინდანების რა გითხრათ წმინდანობა თქვენ წარმოიდგინეთ ეს კიდე ცალკე თემაა ხო არ ნიშნავს რომ მღვდელი რომელთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ჩვენი მოძღვარი საყვარელი ადამიანი ხო ვისთანაც მივდივართ ურთიერთობა გვაქვს კარგი ვისა გაქვს ურთიერთობა ხა გინდა თუ არა წმინდანი უნდა იყოს ხო კარგია რომ იყოს ნეტა ამას რა ჯობია და ასე უნდა ნეტავი მივიდეს აქამდე ისე როგორც თითოეული ჩვენგანი უნდა მივიდეს ხო იქამდე რომ ადამიანმა შეძლოს წმინდანობა ამ შემთხვევაში პირდაპირ გზაა ხო უფლისკენ მაგრამ წმინდანობამდეც რაღაცა პასუხისგებლობები გვაქვს ხო იმისა რომ ქრისტიანი რა ხარ ბევრი პასუხისგებლობა გაქვს ბევრი პასუხისგებლობა გაქვს იმიტომ რომ ის ადამიანებიც კი რომლებიც გარეგნული ფორმით მე დარწმუნებული ვარ რომ ეხლა აღდგომა იქნება და ტელევიზორს ჩართავთ და ნახავთ ხო იმ ადამიანებს რომლებიც აი ეხლა კაცი რომელიც გამწარებული ამბობდა რომ პენსია რომელიც მე მაქვს ღირსეული ცხოვრების საშუალებას არ მაძლევს და ვიღაცები ცხოვრობენ ღირსეულად ვიღაცები ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში კომუნისტები რატომ მოყავს იმიტომ რომ კომუნისტებთან ნაცხოვრებია ეს ადამიანები იმ კომუნისტებთან ნაცხოვრებია და კომუნისტებზე როცა ვლაპარაკობდით რომ კომუნისტებმა ვერ შეძლეს კარგი ცხოვრების მოტანა და იმისათვის რომ კარგი ცხოვრება მოვიტანოთ მოდით ეს კომუნისტური წყობა შევცვალოთ დემოკრატიული წყობით რომ უფრო უკეთესად ვიცხოვროთ იმიტომ რომ დემოკრატიული წყობით მაცხოვრებელი ადამიანები რომლებიც კომუნისტების დროს ცხოვრობდნენ ხო დასავლეთის ასე ვთქვათ ქვეყნებში ევროპაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ინგლისში იაპონიაში ეს ადამიანები კარგად ცხოვრობდნენ იმიტომ რომ აქედან ვინ ჩადიოდა და ჩადიოდნენ სპორტსმენები ჩადიოდნენ კულტურული თქვათ ანსამბლები ისინი რა ქვია კინო რეჟისორები ადამიანთა გარკვეული ნაწილი ჩადიოდა და ნახულობდა რომ იქ ხალხი უფრო უკეთესად ცხოვრობდა აქ საუბარი იმაზე არ არის მილიონერები კარგად ცხოვრობდნენ აქ არ არის საუბარი იმ ადამიანებზე ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა დიდი აქ საუბარი იყო იმ უბრალო ადამიანებთან ხო უბრალო და ბრალიასაც ჯერ გაყვება ადამიანებთან ურთიერთობაში იმიტომ რომ მასასთან ჰქონდა ურთიერთობა ავტობუსის მძღოლი უფრო კარგად ცხოვრობდა თქვათ ევროპაში მაცხოვრებელი ავტობუსის მძღოლის ოჯახი უფრო უკეთესად ცხოვრობდა ვიდრე საბჭოთა კავშირში მცხოვრები ავტობუსის მძღოლი შახტაში მომუშავე იმაში რა ქვია ინგლისის შახტაში მომუშავე მეშახტე უფრო უკეთესად ცხოვრობდა ვიდრე ჭიათურაში მომუშავე მეშახტე თუმცა საბჭოთა პერიოდში ეს მეშახტე ბევრად უფრო კარგად ცხოვრობდა ვიდრე როცა საბჭოთა კავშირი აღარ იყო და ამ ადამიანებს ამიტომ აქვთ ეს მომენტი რომ ბიჭო კომუნისტების დროს თუ უფრო უკეთესად ცხოვრობდნენ თქვენ ხო ეს შევხვპირდი და გითხარით რომ კომუნისტები როცა აღარ იქნებიან საბჭოთა კავშირი რო დაიშლება და დაიშალა გავხდებით დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეები და ვიცხოვრებთ ისე კარგად როგორც ცხოვრობს გერმანელი როგორც ცხოვრობს ინგლისელი როგორც ცხოვრობს ფრანგი ჰოლანდიელი და ასე შემდეგ ხო ამიტომ ეს უნდა მომხდარიყო ეს იყო ხო ის ჩადებული ის აზრი რითაც დამოუკიდებლობისთვის ადამიანებმა აი ამ ადამიანმაც რეფერენდუმს ხმა მიცა აი ამ ადამიანმა შეიძლება 9 აპრილის დროსაც იქ იდგა და ამის საპირისპიროდ აღმოჩნდა რომ კომუნისტური პერიოდის დროს კი უფრო უკეთესად ცხოვრობდა ადამიანი უფრო მეტად იყო დაცული აქ საუბარი არის არა ერთეულებზე მე მესმის იმ ადამიანებისა რომლებისთვისაც თავისუფლება და თავისუფლება აი რასაც მინდა დავხატავ ვიღაცა ამბობს და საბჭოთა პერიოდში ამას ვერ ვაკეთებდი რასაც მინდა გადავიღებ ხო იმას რა ქვია კინოს როგორც მინდა ისეც იქ ისე ვერ ვიღებდი იძულებული ვიყავი რაღაცაზე თუმცა ახერხებდნენ და საუკეთესო შეიძლება ითქვას რომ ფედერიკო ფელინი ამბობდა რომ ქართულ ფილმზე რომ რას ლაპარაკობთ ხო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ახერხებდნენ ამასაც ჩვენი ქართული ინტელიგენცია ახერხებდა ამას ჩვენი ქართველი მეცნიერები ახერხებდნენ ამას საბჭოთა პერიოდშიც კი რასაც დღეს საბჭოთა პერიოდის მერე ვეღარ ახერხებენ ვიღაცა შეიძლება რაღაცა დონეზე თავისუფლება არის კი ბატონო არის რაღაცებში თავისუფლება როგორ არ არის მაგრამ
მარტო ეს თავისუფლება ადამიანებს არ უნდათ. ეს თავისუფლება შეიძლება 5 წელი ითმინო, კაი ბატონო 10 წელი შეიძლება ითმინო იმისათვის რომ მე ის მოვიდეს, რასაც რისი გულისთვისაც ეს ყველაფერი მოხდა, როცა ეკონომიკურად ყველანი არა დღეს გვიმტკიცებენ რომ რას ლაპარაკობ, კაცო ეს უცბად არ ხდება. ეს არ ხდება უცბად და თუ გინდათ რომ ეკონომიკას მიაღწიოთ, ამას ესე ვერ მიაღწევთ. ამაშია მთელი არსი რომ მე ამიტომაც არის მასშტაბებზე როცა ვლაპარაკობ და მინდოდა აქეთკენ წამეყვანა, მაგრამ არ გამოდის ხოლმე თან მითი რა ქვია ჩართვა ამ მისი რა ქვია კითხვების და თან თქვა საუბარ. მინდოდა აქეთკენ წამეყვანა და ვეცდები მე შემდეგი ასე ვთქვა ის მოვახერხო რომ ეს მიმართულება დავანახო ადამიანებს. არის მასშტაბები, როდესაც მე მესმის რომ ვიღაცა შეიძლება უთხრას და დღეს ოცნება რას გვეუბნება. გახედეთ შორს არ გინდა წასვლა, აგერ ირანში რა ხდება. თქვენთან ხომ არ ხდება ეს? გახედეთ უკრაინაში რა ხდება? იბომბება ყველაფერი, ხო? და თქვენთან ხო არ ხდება ეს? გახედეთ ლიბანში, თუმცა არც ლიბიაშია კარგი მდგომარეობა კადაფის მერე, მაგრამ ლიბანში რა ხდება? ან იგივე ლიბიაშიც რა ხდება? თქვენთან ხო ეს არ ხდება? და მადლობას რატო არ მეუბნებით ამაზე? ხომ შეიძლება ეს ყველაფერი ყოფილიყო და ეს ბომბების წვენა ყოფილიყო აქაც, მაგრამ ეს ხომ აგაცილეთ. გავიგე კი, მით უმეტეს აგვისტოს ომს თუ გავიხსენებ, ასეთი საფრთხეებიც თურმე შეიძლება მომხდარიყო. ხო ისე რატო უნდა მომხდარიყო ეს ცალკე თემაა? ხო რატო უნდა მოახერხო რომ თქვათ არავის არ ვერჩი, მაგრამ შუა აზიის ის რესპუბლიკები, რომლებსაც სახელმწიფოებრიობა, სამარყანდი და ბუხარას და ამათ თუ არ ჩავთვლი, ოღონდ ისიც ცალკე სახელმწიფო ხო ერთ იმაში შედიოდნენ ხორეზმის სახელმწიფოში და რომელიც გარკვეულწილად ირანის ნაწილი იყო, მაგრამ სახელმწიფოებრიობის ის ფორმა, რა ფორმას თქვა საქართველოს ქონდა არ ქონია და რაც თქვა ქონდა სასომხეთს. ასეთი არ ქონიათ, ხო, ისტორიულ იმას თუ განვიხილავთ, ხო? და შევხედავთ ამ კუთხით. და როგორ მოახერხეს იმათმა, რომ არ ზომია? განვითარებით და ჩვენზე კარგადაც არიან განვითარებული. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მათი სტუდენტები უკეთეს დღეში არიან ვიდრე ჩვენი სტუდენტები. თქვენ წარმოიდგინეთ, იქ მაცხოვრებელი ადამიანი გლეხი იქნება თუ ის იქნება, რა ქვია, ქალაქის მაცხოვრებელი. უკეთესად ცხოვრობენ, ბევრად პენსიაც უკეთესი აქვთ. აღარ ვლაპარაკობ, კიდე გეუნებით, არ გელაპარაკებით, რისთვისაც ვილტვიოდით, რისთვისაც ვამბობდით, რომ ჩვენ ის ნაწილი ვართ. როდესაც დღესაც მიდის ლაპარაკი, რომ ჩვენ ევროპა ვართ თუ არა ვართ. და ამას მამადლი რომ ომი არ არის, ის რო არა გვაქვს ამაზეა ლაპარაკი. თან არჩევითობაზეა ლაპარაკი, ხო? მესმის რუსეთმა თქვა პირდაპირ. არ მალავს ამას და თქვა, დემოკრატიის ის ფორმა, რომელი ფორმაც მაქვს, არ გაგმაყოფილებ თავში გვაგიხლიათ. მე ასეთი მაქვს და მადლობას არ ამბობთ, რომ მაქვს პარლამენტი. ანუ ის რაც მივიჩნიეთ, რომ ყველაზე სწორი ფორმა არის, ეს არის პარლამენტის არჩევა, მე ეს პარლამენტი ირჩევს მთავრობას, ირჩევენ საყოველთაო წესით პრეზიდენტს, რომელიც პირველი პირია, აი ეს ყველაფერი გავაკეთე. სასამართლო რომელიც ცალკეა. ეხლა თქვენ მეუბნებით, გინდა თუ არა ისეთი კარგი რო არ არის, როგორიც ჩვენ გვაქვს. და აი ესეთი მაქვს რა. ესეთი მაქვს, მაგრამ მე ასეთი მაწყობს. მასშტაბი აქვს დიდი და შეუძლია ამის თქმა. ჩინეთს საერთოდ კომპარტიაა დღესაც. და სხვანაირად აზროვნებენ, დახურეთაა. ვიღაცა მებაჟე დახურეთეს იმის გამო, რომ მილიონ ათეულობით მილიონებით და ათეულობით კილოგრამი ოქრო ქონდა. ჩინეთია თავისი ეს აქვს, მასშტაბი აქვს დიდი, ამიტომ თქვი მე მასშტაბებს გააჩნია. შენ რო ამას ამბობ, და თან მაშინ პირდაპირ მითხარი, რომ ის დემოკრატია, როგორც რუსი ამბობს თქვი რა ესე რა. ასეთი გამოვიდა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ის იყო და იქ თავმჯდომარე გამოვიდა თქვა, რომ აქო ბევრიო გვერევაო და ცდილობსო ჩარევასო რა დემოკრატიული ქვეყნებიდან, მაგრამ ჩემთვის რომ თავარი არისო, ის რა ჩემს ქვეყანას ჭირდებაო. და პუტინმაც უთხრა, რა საკვირველიაო. ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ იმათზე დამოკიდებული, იმათ შეფასებებზე დამოკიდებული. აი შეგვაფასებს რა იქიდან ჰოლანდიელი, ბელგიელი, ფრანგი, რომ არ არის თქვენთან არჩევნების სწორად ჩატარებული. და რა შემაინტერესებს იმათ შეფასება? მე ჩემი ასე ვთქვათ ხედვა მაქვს ამის. ასე გინდა თქვა თქვით ესე, დაახლოებით აქეთკენ მიყავს. დღევანდელ ხელისუფლებას აქეთკენ მიყავს და ამბობს რომ აი ესე გავაკეთებ მე. და შეძლებ ამის გაკეთებას ისე, რომ მე ამ ქვეყანაში როდესაც ხალხი ეთქოს, რომ შენ არას უკვე დაქცეულები ვართ ბევრ ამაში. და ამას გეუბნებით, გავიგე, რომ ომში რო არ ჩავერთეთ, გასაგებია, რომ ეს ნორმალური საქციელია. სიბრძნე ამას არ ჭირდებოდა, გამიგეთ სწორად რა. სიბრძნე ამას არ ჭირდებოდა, ეს ჩაულებრივი რამე იყო. ისიც როცა მიდის ლაპარაკი, აი ერთს ვიტყვი, ერთ-ერთი მთავარი საკითხი და მინდა ამაზე კარგად დაფიქრდეთ, რასაც ახლა ვიტყვი და მე შემდეგ იმაზე ვეცდები, რომ შემდეგ პარასკევს ამ თემაზეც ვილაპარაკო. ის რაც სინამდვილეში რაც ხდება და ერთ-ერთი მთავარი მასშტაბი ამ ყველაფრის. ტრამპმა თქვა, რომ მე მშვიდობის პრემია მინდა.
და ადამიანების დიდმა ნაწილმა მართლა ვერ გავიგეთ სინამდვილეში რა თქვა. ის რომ არ არის მსოფლიო ომი, ეს ნიშნავს რომ რუსეთთან ომი უნდა ყოფილიყო. ატომურ ქვეყანასთან უნდა ყოფილიყო ომი. ჩვენ ახლა ვამბობთ რომ ირანს რატო დაარტყა ამაზე მედის თელი ამბავი. თქვენ წარმოდგენელი გაქვთ რას ეუბნება თუნდაც ამერიკელებს, რას ეუბნება დასავლეთს. ირანი, რომელიც საბჭოთა იმასთან, რა ქვია, რუსეთთან შედარებით, იმის მეათედი ძალის მფლობელიც არ არის. მას ატომური იარაღი არ აქვს. მას ატომური იარაღი უნდა გაეკეთებინა და თითქმის მისული იყო მისი, რა ქვია, გამდიდრებული ურანის აკლდა რაღაცა ნაწილი, მაგრამ რაღაცამდე მისული აცდა უკვე, რასაც მშვიდობიანი ურანი ქვია და პროცენტული რაოდენობა ძალიან მაღალია და უახლოვდება იმას, რომ შექმნიდა სამხედრო ტიპის, ასე ვთქვათ, და დავარტყი ამ ქვეყანას და ამ ქვეყანასთან თითქმის განადგურებული ყავს, ხო? და ამბობს, რომ აი შემიძლია ქვის ხანაში გადავაგდო და იმსახურებენ კიდევაც ამას. ეს ცალკე თემაა რა, მაგრამ ის რაც უნდა მომხდარიყო და რასაც ჩვენ მესამე მსოფლიო ომს ვეძახდით, ეს რომ არ მოხდა და ეს რომ გადადო და სინამდვილეში მართლა გააკეთა ეს, იმიტომ რომ დაინახა რომ პუტინმა თქვა რომ მე გავისური იარაღს. და ეს არის სწორედ ბაიდენს რა აქამდე მიიყვანეთ. ხო, გეგონათ რომ ის გამსვლელი არ არის, მაგრამ ის გაისვრის ამ იარაღს. ანუ მსოფლიო გადარჩენილია სინამდვილეში იმ დაპირისპირებას, იმიტომ რომ მისული ვიყავით აქამდე. ამ მასშტაბს შევხედოთ და აქედან გადავხედოთ მერე ყველაფერს და იმის მიხედვით როგორ განვითარდება მერე მოვლენები. და საქართველოსაც შევხედოთ, რა საკვირველია მასშტაბს როცა ვლაპარაკობ, მე მესმის, რომ ივანიშვილის გადასახედიდან, ანუ მისი მასშტაბებიდან აგაცილა ომს, ასე თუ ისე ქვეყანაში აღარ არის ის, რაც სააკაშვილის დროს იყო, თუმცა აღმოჩნდა რომ ეს ყველაფერი მაინც თურმე არის, იმიტომ რომ არც სააკაშვილს არ ეგონა, რომ ეს ხდებოდა ყველაფერი, იმიტომ რომ გარკვეულწილად არც კიდევ ვამბობ, მე არ მინდა იქითკენ წავიდე, რომ მანიაკი იყო პირდაპირ ხელისუფლებაში. არა, მიდრეკილებები რაღაცეებში შეიძლება მას ჰქონდა, ამ ნაწილშიც, თუმცა ძალიან, ასე ვთქვათ, სხვა თვისებებიც ჰქონდა ისეთი, რომელიც კარგი თვისებებად შეიძლება ჩაითვალოს, ნიჭიერი იყო განსაკუთრებით, ყველაფრის ხედვა ჰქონდა, გაბედული იყო რაღაცებში, მაგრამ შეგვიყვანა, ხო, იმ საშინელ, ასე ვთქვათ, ჩიხში, რომელიც მერეც პოლიტიკა მოკვდა და მოვიდა ბიზნესმენი ხელისუფლებაში. პოლიტიკა მან მოკლა სინამდვილეში და მოიყვანა ბიზნესმენი, ეს მისი შედეგია. და ეს ბიზნესმენი ცუდი კი არ არის ბიზნესმენი, კაცო, ბიზნესმენი გაპოლიტიკოსდა და ტრამპიც ბიზნესმენია. ის საერთოდ უშიშროების ის იყო, ოფიცერი იყო და ეხლა პოლიტიკოსი გახდა. ხო, პუტინი. ხდება პოლიტიკაში მოდიან ადამიანები სხვადასხვა, ასე ვთქვათ, იმიდან წარსულით, მაგრამ შევხედოთ რა ამასაც რა, რომ ჩვენ რასაც ვითხოვთ, შეიძლება თუ არა უკეთესი ცხოვრება მოვითხოვოთ, კაცო. ამის უფლებას გვართ მე და გვტენი იმას, რომ თუ ამას ვამბობ, მაშინ ნაცი ვარ. და ეს ნაცი გახდა ბუა, რომელსაც ნუ კი ბატონო გავიგეთ. მარტივ რამეს გეუბნებით, ვერ შეძელი რა ის რაც უნდა გაგეკეთებინა. შენ ნაკლებად გაინტერესებს, იმიტომ შენ შენი გაინტერესებს ამ შემთხვევაში და გავიგე. მაგრამ რადგან პასუხისგებლობა ხალხზე აიღე, გინდა თუ არ გინდა, უნდა აგო ამაზე პასუხი. ამიტომ გაქვს საფიქრალი ეს ყველაფერი. და ამ თემაზეც მე ვეცდები რომ აი შემდეგ პარასკევს აი შევხედოთ ამ ასეთი ფორმები და მასშტაბები დავინახოთ ხოლმე და იმის მერე ცოტა გაგვიადვილდება მერე უკვე შეფასებები იმ სიტუაციისა, რომელიც კონკრეტულად ხდება ხოლმე ჩვენს ქვეყანაში. დიდი მადლობა მაპატიეთ რომ ასე ვთქვათ ცოტა გამიგრძელდა კიდევაც, მაგრამ მე მგონი რომ საინტერესო თემა მინდა მერე შემდეგ ასე ვთქვათ პარასკევისთვის ვისაუბროთ და აი ამ თემაზე მერე მოვემზადოთ და ისე შევხედოთ ყველაფერს, რომ იმის მერე დავინახოთ, რომ რაღაცეები რაც ხდება, არც ისეთი ტრაგიკულია, მაგრამ მისი გასწორების გზების მოძებნა აუცილებელია. კარგად ბრძანდებოდეთ, ვაღლობთ ყურადღებისთვის.